მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას 203 ნომრიდან. ABC ტოლფერდა სამკუთხედში გავიხილოთ. ტოლფერდა სამკუთხედი. BC ფუძია. ABC. B1 და C1 სიმაღლეები ამ წერტილში იმკვეთებიან. გავავლოთ. B1 სიმაღლე და C1 სიმაღლე. ნუ გამოდის რომ ესე იგი ფერზე დაშვებული სიმაღლეებია და ცხადია ესენი ერთმანეთის ტოლი იქნება. AB1 და BB1. AB1 არის 24, BB1 არის 32. ახლა AB1 აი ეს არის. BB1 აგერ ხედავთ, თავად სიმაღლეა. იპოვეთ AB სამკუთხედის ფართობი. ესე AB-ის. ახლა აქ ბევრი რამ უცებ. შეიძლება დაგვაწვეს. ნუ პირველ რიგში მსგავსება, ხო? ის რომ ორი მართკუთხა სამკუთხედის გადაკვეთისას, ბოდიში, ორი სიმაღლის გადაკვეთისას, სიმაღლეებს შორის კუთხე მესამე წეროსთან მდებარე კუთხის ტოლია, ხო? შესაბამისად ოქროებით დააკვირდით ახლა რა სიტუაცია. ეს კუთხე, ხო, საერთო კუთხეა, ეს მართია. სამკუთხედ, მოდი ამასო დავარქვათ, ხო არ წერია რა, კი წერია იმ წერტილში ბეთებიანო. ეს საერთო კუთხეა M B1 C სამკუთხედში და აი ამ სამკუთხედში ნახეთ A C1 C სამკუთხედში. ხო ეს კუთხე C საერთოა. ანუ გამოდის რომ ეს სამკუთხედი ეს ისედაც ადრეც ნამუშევარი ვარ, ვიცით აი ეს სამკუთხედი მსგავსია აი ამ სამკუთხედის, ხო, დიდი აი ამ პატარასი. და დააკვირდით ახლა თუ BB1 32-ია, ცხადია C1 32 იქნება. თან კაი, დავაწეროთ ასე 32, მაგრამ რაღაცნა იცი, მოდი ცალკე გადავხაზავ და ასე რიქ ცოტა ისე ჩანს, ცალკე გადავხაზე, აგერ C1A C სამკუთხედი და ასე არის მართობი, ხო? B1M, ნუ იყოს ასე. ეს 24-ია, AB1 აქ. C1 32-ია, ნუ იყოს ეს. მსგავსებისთვის გამჭირდება ახლა შესაბამისი გვერდების დასაწყება და კიდევ რა არის მუღამი? ნუ სამკუთხედი B1-დან, ეგეც ცალკე რომ ამოვწეროთ ახლა ასე. ესე იგი B1 აქ A აქ B BB1 ხო 32-ია, AB1 ხო 24-ია და ნუ პითაგორას სამეული ეს 40 არ გამოდის? 8 ჯერ 4, 8 ჯერ 3, ეს 8 ჯერ 5 იქნებოდა და თუ მთლიანად ეს 40-ია, ხო, ეს 40-ია. ცხადია ეგეც 24 იქნებოდა AC1, ეს 16 არ გამოდის, ანალოგიურად B1-იც 16-ია. 40 გამოვაკდებოდა 24. აი ეს 16-ია, ეს ერთხაზიანი, ორხაზიანი, ერთხაზიანი, ხო? და მსგავსება ხო დავწერეთ ახლა ჩვენ აქ და შესაბამისი გვერდების შეფარდება რომ განვიხილოთ. აი პატარა სამკუთხედში მაგალითად ორხაზიანის მოპირდაპირე MB1 ისე შეეფარდება დიდ სამკუთხედში ორხაზიანის მოპირდაპირე C1-ას, ანუ 24-ს, 24 იყო C1-ია. როგორც პატარა სამკუთხედში ერთხაზიანის მოპირდაპირე 16 შეეფარდება დიდ სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირეს და ეს ხო ვთქვით ეს 32-ია, ხო? მთლიანად AC, ბოდიში 32-ია.
40-ია, ხო? ჩანს კიდეც 24 პლუს 16, ხო? 40-ია. და აა, არ დავთვალოთ ახლა ცუდად ჩვენ MB1, მოდი გამოვსახოთ, MB1 რა გამოდის? 24 ჯერ 16 მე 40. ეს იკვეცება პრინციპში 8-ზე და 2 მეხუთედი გამოდის, ანუ 24 ჯერ 2 მეხუთედი. ახლა ჩვენ რა გვინდა? კითხვა რა არის? ABF სამკუთხედის ფართობი გვინდა, ხო? ნუ ანალოგიურად თუ მივიღეთ ჩვენ რომ MB1 არის ეს 48 მეხუთედი, შესაბამისად აქაც აქაც ესეც ანალოგიურად CM1-იც ესე იგივე არ იქნება CM1-იც, ნუ თოლები არიან ესენი. რომ რაღაცა არ გასთამახს, რომ მეშლება თქო და ერთხაზიანი 16 ისე შეფარდება დიდ საკუთხედში ერთხაზიანს. აუ რა გავაკეთე. ესე იგი, მე ერთხაზიანი 16. ხო, 16 შეფარდება 40 კი არა აქ, 32-ს. ანუ 16 ორხაზიანია, ორხაზიანის პირდაპირ MB1 იყო და დიდ სამკუთხედში ორხაზიანის პირდაპირ 24 იყო. პატარა სამკუთხედში ერთხაზიანის პირდაპირ 16-ია და დიდ სამკუთხედში მართიკუთხის პირდაპირ რატო ავიღე? ეს უნდა ავიღო, ხო, CC1 დიდ საკუთხედში ერთხაზიანის პირდაპირ CC1, ანუ 32-თან უნდა შემოფარდებინა. შესაბამისად, MB1 გამოდის 12, ანუ C1M-იც გამოდის 12. და ჩვენ ვთხოვდნენ ახლა ესი აი ამ სამკუთხედისას ასე მთლიანად, მოდი სხვა ფერზე გავაფერადოთ, უფრო გამოჩნდება. მოდი იყოს ვარდისფერი. აი ეს და ამ სამკუთხედის ფართობს როგორ გამოთვლით ყველაზე მარტივად ახლა ესი B-მასი რა იქნება? ეს იქნება 1/2 C1M, ანუ იგივე 12 გამრავლებული 240-ზე. ეს იკოცება და 240 გამოდის. კარგი, მეოთხე ამოცანა 204 ნომერი გავაკეთოთ ახლა. მოცემულია ABC სამკუთხედი A, C, B. და ნუ არის მედიანების გადაკვეთის წერტილი. კარგი. ახლა მედიანების გადაკვეთის წერტილს რა ახასიათებს, აი ცალკე რო განვიხილოთ, ხო, გაიხსენეთ მედიანების გადაკვეთის წერტილით სამკუთხედი იყოფა 6 ტოლდით სამკუთხედად, ხო? აი ყველა ამის ფართობი ერთმანეთის ტოლია. და ახლა ეს რო წარმოედგინოთ, მოდი უფრო გავამოქებ ახლა მე. აი ასე რომ წარმოედგინოთ, აი ასე ხო გამოდის, რომ ახლა ეგ მუქად რაცაა შემოსაზღვრული, ორი პატარა სამკუთხედის ტოლი, ანუ ერთმანეთის ტოლია. ახლა დააკვირდით ჩვენ სამოცანაში ეს ხო იყო, სიმაღლე იყო ასე დაშვებული და სიმაღლე ასე დაშვებული. თითოეული მათგანი იცით. ოკა არის 3 და OM არის 5. AB-ს და AC-ს ჯამიც ვიცით. ეს არის 40 და ითხოვენ AB-ს, ხო? რადგანაც მედიანების გადაკვეთის წერტილია, მოდი შევაერთოთ ჯერ, შევაერთოთ ასე. უქმები რა გამოდის, თუ გინდათ ისეთი მუქი ხაზი გავავლოთ, ასე.
უკათ რომ გამოდიოდეს ეს ასე. რა გამოდის ახლა სამკუთხედი ესი AOC-ი არ გამოდის ტოლი ესი AOB-ი? კი, ტოლები არიან ესენი. სწორედ ეს მედიანების გადაკვეთის წერტილი რო არისო, ეს განაპირობებს, რომ აღნიშნული სამკუთხედის ფართობები ტოლია. ახლა აქ დავაკვირდით. ეს ხო არის 1/2 AC გამრავლებული 5-ზე. და ეს არის 1/2 AB გამრავლებული 3-ზე. 1/2 კაცება და AC ისე შეეფარდება AB-ს როგორც 3/5-ს. ანუ შეგვიძლია AC 5x-ად ჩავთვალოთ, პირიქით. AC 3x-ად ჩავთვალოთ და AB ჩავთვალოთ 5x-ად. შესაბამისად, მათი ჯამი ხო იქნებოდა 40-ის ტოლი. ანუ 8x უდრის 40, x უდრის 5-ს. და რა გამოვიდოდა AB გვერდი? AB გვერდი გამოვიდოდა 5 ჯერ 5. ანუ 25 იქნებოდა პასუხი. მოდი 205-ს დავაკვირდეთ ახლა. როგორც არის ნახაზი მოცემულობას ავიღოთ, არის წრეწირი. წრეწირის გარეთ მდებარე წერტილიდან გავლებულია ორი მკვეთი. შეერთებულია ამ მკვეთების წრეწირთან გადაკვეთის წერტილები აი შემდეგნაირად. ასოებით დავაწეროთ. ეს არის A, B, E, D, C. CD ისე შეეფარდება EB-ს, როგორც 7/5. CD EB-ს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს სამკუთხედები მსგავსია. და ამ თავზე მუშაობის დროსაც ეს გამიშდა ეს კუთხე ერთმანეთის ტოლი და ეს თუ ორხაზიანია, ეს იქნებოდა კიდე ორხაზიანი. და შესაბამისად, თუ 7CD-ს 7x-ი ეს 5x-ი, ანუ გამოდის, რომ ხო ვიცით, რომ სამკუთხედი EAB მსგავსია სამკუთხედი CAD-ს და შესაბამისად მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა 5/7-თან. ახლა რა უნდათ? ესე იგი EBCD ოთხკუთხედის ფართობი არის S-ი. ანუ რომ გავამოქოთ ახლა ჩვენ ამის ფართობი EBCD-ს არის S-ი. S-ი არის ამის ფართობი. და ახლა დააკვირდით, ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ რა ნაწილია, აი AEB-ა სამკუთხედის ფართობი, EAB-ს ფართობი, მთლიანი სამკუთხედის ფართობის დიდი სამკუთხედის ფართობისა DC-ს, ეს იქნება 5/7-ის კვადრატი, ხო? ანუ 25/59. ანუ გამოდის, რომ ეს ჩვენი პატარა სამკუთხედი EAB დიდი სამკუთხედის, ну, რომელშიც შედის თვითონ ოთხკუთხედიც, რომლის ფართობი ვიცით, ხო? არის 25/59 ამ S-ი ADC-ს. მაშინ ხო გამოდის, რომ ოთხკუთხედის ფართობი EBCD-ს იქნება დანარჩენი ნაწილი, ხო? სულ 1/1-დან 1/1-ს რო გამოვაკლოთ 25/59, ანუ 25/59 S-ი ADC-ს. და თუ ამას S ვუძახით ჩვენ, ხო, ესე იგი S-ი 25/59 S-ი ADC-ს, აქედან S-ი ADC ხო გამოდის 59 გამრავლებით გადავა 59/24 S-ი. წესით ასე უნდა იყოს პასუხი. თუ ჩვენ გთხოვენ
AC-დე სამკუთხედის ფართოსთან. კი, გადავწყვეტ. კი, 59, 24 ეს. ეს იქნებოდა პასუხი. 26 ამოცანა. 26 თქო 206. ტოლგვერდა სამკუთხედი ამოცემული. ასე, ასე. ასეთი სიტუაცია A, B და C. ტოლგვერდა სამკუთხედის ერთ-ერთ გვერდზე აღებულია M წერტილი. აი, აგერ ავიღოთ M წერტილი. საიდანაც დანარჩენ ორ გვერდზე დაშვებულია MK და MP მართული. ეგ ნახაზიც კარგად არის მოცემული. პრინციპში ეს ნახაზიც რომ გამოგვეყენებინა, ცოტა დროსაც დავზოგავდით. ეგ მართობია, ეგეც მართობია. MP და MK. ჩვენ ვიცით რომ MP ორი MK-ს ტოლია, ხო? MP. ანუ, მოდი, დავაწეროთ ამას X-ი დავაწეროთ. და ჩვენ არაფერი არ ვიცით, ხო? აქ კი ვიცით, სამკუთხედის გვერდი რომ ყოფილა აი, ეგ რომ ყოფილა A ვიცით. სამკუთხედი ტოლგვერდა როა, აი ასე აღნიშნოთ. აი ასე. ჩვენ ვიღოს ეს X-ი და ეს 2X. შემოვიდაოთ ასეთი აღნიშვნა. და PK სიგრძის დათვლას გთხოვენ. PK. მოდი რას ხედავ ახლა ბებირადად აქ. ეს ხო 60 გრადუსია. კი ბატონო. ეს ხო 30 გრადუსია. კი. შეხედეთ ახლა ეს ხო 60 გრადუსია და ესეც 30 გრადუსია. 30, 30, 60 და ეს ხო 120 გრადუსი გამოდის. ეგ. ანუ ჩვენ შეგვიძლია აი ამ სამკუთხედში აი აგერ ამ სამკუთხედში კოსინუსების თეორემა გამოვიყენოთ და ისე დავთვალოთ საძიებელი PK მონაკვეთი. ანუ PK, ესე იგი სამკუთხედი PMK-ში PK კვადრატი ტოლია 2x-ის კვადრატს დამატებული x კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 2x ჯერ x-ი გამოვლებული კოსინუს 120 გრადუსი. მაგრამ როგორ ვიპოვოთ ახლა x? როგორ გამოვსახოთ x? შეხედეთ მეგობრებო, ეს გვერდი ხო არის მთლიანად A. და აი AM-ი და MB მე x-ით რომ გავმასახია ორივე და გამოსახვადია. მაშინ 100-ს ჩავწერდი x-ის საშუალებით და შესაბამისად x გამოვთვლიდი მერე 100 საშუალებით. დაგვიდით ახლა ეს თუ 60 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათედი x-ია, ის ხო ფესვის სამჯერ მეტია 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათედზე. ანუ ეს იქნებოდა x-ი შეფარდებული ფესვის სამზე. და შესაბამისად 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათედზე ჰიპოტენუზა 2-ჯერ მეტია. ანუ 2-ჯერ x-ი შეფარდებული ფესვის სამთან იქნებოდა. ანალოგიურად ახლა ქვედა MP სამკუთხედში. ეს იქნებოდა 2x-ი შეფარდებული ფესვის სამთან, იმიტომ რომ 30-იანის მოპირდაპირე ფესვის სამჯერ ნაკლებია 60-იანის მოპირდაპირეზე, 60-იანის მოპირდაპირე კი 2x-ი იყო, ხოლო ჰიპოტენუზა 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირეზე 2-ჯერ მეტია, ანუ 2x ფესვის მესამედი რომ გამოვმრავლებინა 2-ზე იქნებოდა 4x ფესვის მესამედი. მაშინ არა გამოვიდა აქედან. ახლა გამოვიდა, რომ დავწეროთ 4x ფესვი მესამედს დამატებული 2x ფესვი მესამედი, ეს იკრიბება ჩვეულებრივად და აღმოდის 6x ჯერ ფესვი მესამედი. პრინციპში 6 და ფესვი 3 იკვეცება, ანუ აქ 2 ფესვი 3 დარჩებოდა 2 ფესვი 3x. ანუ x-ი რა გამოდის? x-ი გამოდის a შეფარდებული
2 ფესვის სამთან. მოდი ჩავწეროთ ახლა. პკ კვადრატი უდრის 2-ჯერ a შეფარდებული 2 ფესვის სამთან, ასე კვადრატში დამატებული a შეფარდებული 2 ფესვის სამთან კვადრატში გამოკლებული 2-ჯერ ну x-ჯერ x-ი ანუ ისევ a შეფარდებული 2 ფესვის სამის კვადრატი და კოსინუს 120 გრადუსი ვარი მინუს კოსინუს 60 გრადუსი ანუ -1/2. b კვადრატი ტოლია. ну აქ იქნებოდა 4a კვადრატი მე12 მოდი არ შეგვეცავ 4-12-ზე, აქაც ვიქტორი იკრიბება ესენი. იქნებოდა a კვადრატ მე12 და მინუს ახეთ ოქროები ეს ამას შეკვეთს. მინუს მინუსი პლუსი იქნება. აქ a კვადრატი გამრავლდება 2-ზე და ქვემოთ 12 დავტოვოთ. ანუ 2a კვადრატ მე12. ანუ ეს ორიანი არ შეკვეთე რა. ek a კვადრატი გამოვიდა 7 მე12 a კვადრატი. თუ ფესვს ამოვიღებთ, ეს შეიკრიბებოდა 4 მე12, 1 მე12 და 2 მე12. 7 თუ ამოვიღებთ ფესვი 7, 12-დან ფესვი 2 ფესვი 3, ახლა ამოვიღოთ და ეს უდრის 100-ს. მორჩა დამთავრდა. ფესვი 7 შეფარდებული 2 ფესვი 3-თან და იმატო ასე აქ აპორსაც მიღებული უბრალოდ 1 ფესვი აქვს 7 და 2 ფესვი 3 მოქცეული. 200 მე-7 ნომერი. სპოს 200 მე-7. სამკუთხედის ფართობი არის ეს. ფერდი დაყოფილია 4 ნაწილად. ან მოდი ჩვენც ახლა ამაზე დავხატოთ ეს ასე. დავწეროთ ასოები. ანდა ფერდი გავყოთ ჯერ 4 ნაწილად, ხო? თქვათ ეს იქნებოდა შუა, მერე ეს ამის შუა იქნებოდა და ქვემოთ ესე იქნებოდა. 4 ნაწილად დავყავი და ასე რაღაცა აღებული თითოეულ გვერდზე პატარა სამკუთხედები, ხო? ასე ქრობი. თქვათ ესე. გავაფერადოთ ახლა ეს. ანუ x სამკუთხედი, ეს სამკუთხედი, ეს სამკუთხედი, აი ეს. სამკუთხედის ფართობი არის ესი, მთლიანი სამკუთხედის ფართობი არის ესი. ფერდი 4 ნაწილად იყო დაყოფილი. ახლა აქ უნდა მივხვდეთ, რომ ის სიმაღლეები ამათ ერთნაირი ექნებათ. რომ დავუშვათ ახლა ამის სიმაღლე აქ, ამის სიმაღლე, ამის სიმაღლე მარტივი საჩვენებელია, ერთნაირი იქნება, რა თქმა უნდა. ესეც აქაც სიმაღლეს თუ დავუშვებით, იგივე იქნებოდა. კარგი, ანუ მოდი ამის სიმაღლე ჩავთვალოთ a-ში და ეს იქნებოდა 1/4 a-ში თითოეულთან. ასე. და ახლა რა იქნებოდა ეს თითოეული გვერდი რა? აი, მოდი დავაწეროთ ასოები. a c იქნებოდა ეს b იყოს თქვა. ეს m n ეს e f და ეს იყოს p k. ახლა მე ვაპირებ, რომ თითოეული გვერდი mn, f და pk წარმოადგინო
აი ამ ფუძის საშუალებით, მსგავსებით. ну ცხადია S-ი ABC-ი რა გვინდა არის S-ის ტოლი და ну მთლიანად ეს დაშტრიხული უნდა გამოვსახოთ გავსაზღვროთ ახლა. M ну სამკუთხედი MBN-ი MBN-ი მსგავსია სამკუთხედი მთლიანი სამკუთხედი ABC-ს და მსგავსების კოეფიციენტი k რა არის? აა 1/4 არ არის? ნახეთ, შესაბამის კვირტი 1 შეფარდებული მთებთან. 1/4-ია. მაშინ რა გამოდის შესაბამის კვირტების შეფარდება? ანუ mn-ი ისე შეფარდება a-ს, როგორც 1/4-ს, ანუ mn-ი გამოვიდა 1/4 a. მოდი ამას თუ პირველ სამკუთხედს დავარქმევთ, ამას მეორე სამკუთხედს, ამას მესამეს, ეს ერთი იქნებოდა 1/4 აღრავლებული 1/4 h-ზე. ანუ 1/16 h-ში გამოვიდა. ახლა მოდი ვნახოთ ეს ორი რა იქნებოდა. ამისთვის უნდა განვიხილოთ სამკუთხედი EBF-ი. ну სამკუთხედ EBF-ში, EBF-ი რა თქმა უნდა მსგავსია სამკუთხედი ABC-ს და აქ მარტივად შუა ხაზი არ გამოდის EF-ი და პირდაპირ თქვათ, რომ EF-ი იქნებოდა 1/2 a. ანუ ეს ორი გამოვიდოდა 1/4 აქ რატომ წერია? რატომ წერ ხოლმე ასეც ასწავლებს რა? ეს ერთი იქნებოდა 1/2 a-ჯერ 1/4 a-ში. ლეკაი რომ დავინახე ახლა. ასე. ეს ორი რა იქნებოდა, ხო? ну ისე 1/2 გამრავლებული. ახლა ასროლში F-ია, F იქნება 1/2. მოდიში აქ 1/4 სწორად მეწერა. 1/4-ა, უბრალოდ 1/2-ზე გამრავლება დავიწყდია. აი და ყურადღების ხვალი, მოდიში ახლა 9-ჯერ შევცვალებ და დაგვიდით ამ სამკუთხედის პირველი დაშლიხული სამკუთხედის ფართობი ხო გვინდოდა და სიმაღლის და ფუძეს ვავრავლებ ერთმანეთზე. ფუძე mn-ი არის 1/4 a და სიმაღლეც არის 1/4. ორივე 1/4 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 1/2-ზეც ხო უნდა გამრავლებულიყო როგორც სამკუთხედის ფართობი. ხო, 1/38-ია. ახლა 1/2 გამრავდებოდა გვერდზე 1/2-აზე და გამრავდებოდა ისევ 1/4 h-ზე. ну ამ შემთხვევაში ეს გამოდიოდა 1/16 a-ში. და რა გამოდიოდა ახლა PK? PK ხო გამოდიოდა ის სამი ნაწილი 4-თან, ხო? ანუ სამკუთხედი PBK მსგავსი იყო სამკუთხედი ABC-სი და შესაბამისად მსგავსების კოეფიციენტი გამოდიოდა 3/4. ანუ PK იქნებოდა 3/4 a პირდაპირ. მაშინ ეს 3 იქნებოდა 1/2-ჯერ 3/4 a-ჯერ ისე 1/4 a-ში. გამოდის 1/2 უთუთ. არაფერი არ იკვეცება. 3/32 a-ში გამოდის. ანუ რა იქნებოდა S1 + S2 + S3, ხო? ну ეს იქნებოდა 1/31 + 12 + 1/16 + 3/32. ანუ თუ კარგად დააკვირდებით, ეს 2/32, ანუ 1, 2, 3, 6/32 a-ში გამოდიოდა. ახლა თქვენ რომ დააკვირდეთ S-ი რა არის, ხო? S-ი რას წარმოადგენს? ეგ ხო იყო
ერთ მეორედჯერ a-ჯერ a-ში. იყო ესე, ანუ ეს აქედან, ანუ a გამოვლებული a-ზე და ესი რა გამოდიოდა? ესი გამოდიოდა, უпростоრად მე მაინტერესებს აქ a-ში რა გამოდიოდა? a-ში გამოდიოდა 2s-ის ტოლი, ხო? და რომ ჩავსვათ ახლა აქ 2s-ი, ესე იგი 6-32 გამოვლებული 2s. ეს იკვეცება აქ 3 რჩება აქ 16, ესეც იკვეცება 8 რჩება და იქნებოდა 3/8 ესი. ასეთი ამბავი გვექნებოდა. 200-ს ვერ ვიამოცანა. მოდი აღარ გადავხაზავ ახლა და პირდაპირ აღვნიშნოთ რა იქნებოდა. ABC სამკუთხედია, AB გვერდი 4 ტოლ ნაწილად არის დაჭრილი და დაყოფის წერტილზე გავლებულია აცეფუძის პარალელური მონაკვეთები. კი ბატონო. იპოვეთ გამუქებული ფიგურის ფართობი. უქროები ანალოგიურად ახლა შეხედეთ ეს თუ A იქნებოდა. ეს ხო 1/2 A იქნებოდა, ხო აი თქვათ EF და ამას MN დავარქვათ, ეს იქნებოდა 3/4 A, ხო? 3 ნაწილი 4-თან. სიმაღლე თუ მთლიანად იყო A-ში, აი თუ მთლიან სიმაღლის A-ში დაარქვევდით, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა 1/4 A-ში. მაშინ ამ ტრაპეციის ფართობი რა იქნებოდა? ფუძეების ჯამის ნახევარი გამრავლებული 1/4 A-ში. ეგ რა გამოდის? ეს გამოდის, ეს იქნებოდა აი ამ გამუქებული ტრაპეციის ფართობი. ეგ არის 2/4 პლუს 3/4 არის 5/4, 5/4 გაყოფილი 2-ზე არის 5/8 და 5/32 A-ში მივიღეთ. მაგრამ ახლა დააკვირდით, ესი ABC რა იქნებოდა? ესი ABC ხო იქნებოდა 1/2 A-ჯერ A-ში. ანუ ეს გამოდის 16-ია. ესე იგი A-ში გამოდის 32. და შესაბამისად A-შის მნიშვნელობას ჩასვამდით აქ და იქნებოდა 5/32 გამრავლებული 32-ზე და 5. ასეთი ამბავი გამოვიდოდა მეგობრებო. ეგეც წინა ამოცანის გამოძახილი იყო. 209. აბა მოდი დავაკვირდეთ თუ ვიკმარეთ ამ ნახას და მერე თუ არა და გადავხაზოთ ახალი. უნდა მართკუთხა ეს ABC სამკუთხედი მეტი არაფერი ვიცი, თუ სამკუთხედი როგორც ხედავთ არის ჩახაზული. 10 არის 6-ის ტოლი. ეს არის 6. ეს არის BC-ვა, ну შესაბამისად B-ა გამოვიდოდა 10-ის ტოლი. M-ი, N-ი და P წერტილები, ესე იგი სამკუთხედში ჩახაზულია წრეწირი და გვერდებთან შეხების წერტილები არის M-ი, N-ი და P-ო. ხო, ანუ შემთხვევითი წერტილები არ ყოფილა M-ი, N-ი და P, გამოსულა მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის შეხების წერტილები. მოდი მაინც დავხაზოთ ესეთი წარმოდგენა რომ შევქმნათ მე ნაკლებად სრული. ავიღოთ წრეწირი. ჩავხაზოთ. ცოტა პატარება არაწყეს. მომნიშნოთ შეხების წერტილები.
ეს, ეს და ეს. ესეთი რამ ყოფილა. M, N და P. შესაბამისად, გავლოთ ახლა სხვა ფერის ხაზზე ლავაზად გამოჩნდება. ასე და ასე. და გთხოვენ შესაბამისად აღნიშნული ფიგურის ფართობს, ხო? მოდი გავამოქოთ ეს ფიგურა. არ წაიღებს ეს ბევრ დროს, რამდენიმე წამში დავამთავრეთ. კარგი. ასე. მოდი დავაკვირდეთ ახლა, რა შეგვიძლია ვთქვათ. პრინციპში მნიშვნელობები შეგვიძლია დავიტანოთ ნახაზზე. მას დავაწეროთ 8 მთლიანად. ამას დავაწეროთ 6 და ამას დავაწეროთ 10. სანამ ახლა პირდაპირ ფართობს გავიგებ, ვხვდები ახლა რაში როგორ შეიძლება გავიგოთ, რაც ვიცით იმას დავწერ. ესე იგი, ჩახაზული წრეწირის რადიუსი ამ შემთხვევაში ხო ვიცით, კათეტების ჯამს გამოკლებული ჰიპოტენუზა. გაყოფილი 2-ზე. ეს გამოდის 14-10, 4, 4, 2. შეხედეთ ახლა უქრები, ცენტრი ხო იქნებოდა აქ და ცენტრის შეხების წერტილში, ეს M ხო შეხების წერტილია, გავლებული რადიუსი მართობული იქნება. ანალოგიურად აქაც, ხო? ესეც მართობული იქნება და თუ რადიუსი ვიპოვე და 2 სტოლია, ეს ხო 2 იქნებოდა აქ. შესაბამისად, ეს 4 იქნებოდა. ეგეც 2 იქნებოდა, ეს 6 იქნებოდა. და ამ წერტილიდან დავაწეროთ ასოები ახლა A, B, C და ეს A წერტილიდან გავლებული ხების საერთო სიგრძე იქნებოდა, ანუ ერთი წერტილიდან გავლებული 2 ხები იქნებოდა შეხების მონაკვეთები, ხო ტოლი, ანუ წერტილამდე შეხების მონაკვეთი ეს 6 იქნებოდა, ეს 4 იქნებოდა. ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ახლა თავში ერთი ის მომენტი მომდის, რომ აი ეს თქვათ ამას რომ პირველი ფიგურა დავარქვათ, თქვათ ამას მეორე, ამას აქ მესამე და ამ სამკუთხედის ფართობები რომ ვიპოვოთ და მთელი სამკუთხედის ფართობს რომ გამოვაკლოთ, ანუ S-ი ABC-ი თავისთავად იქნებოდა 1/2 8 ჯერ 6 ხო? ნუ 24 გავა. ახლა პრინციპში შეგვიძლია A კუთხის სინუსი დავთვალოთ, არ არის მძიმე და მერე ამ სამკუთხედის ფართობი გამოვთვალოთ მაგის საშუალებით. თუ არა და მე ვაპირებდი, ეს არა საერთოდ არ გამოგეთვალა სინუსი ამისი და ამდღარიყავი და თვითონ დაგეწერა შეფარდება, ანუ ამ MAN სამკუთხედის ფართობი 6 ჯერ 1/2 ჯერ 6 ჯერ 6 ჯერ სინუს ალფა და დიდ სამკუთხედთან შეაფარდებდი, მაგრამ მოდი ეგ დათვლადია და გამოვიყენოთ ახლა, ანუ სინუს კუთხე არა იქნებოდა იქ სამკუთხედ ABC-ში. ეს იქნებოდა მოპირდაპირე კათედი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. სიმიათეთი. 3/5. ანალოგიურად სინუს C რა იქნებოდა? სინუს C იქნებოდა მოპირდაპირე კათედი 8 შეფარდებული 10-თან. 4/5. ახლა რა იქნებოდა სამკუთხედი MAN-ის ფართობი 1/2 ჯერ 6 ჯერ 6 ჯერ სინუს კუთხე R იქნებოდა და ნუ ეს ხო 3/5-ია. ანუ 1/2 ჯერ
დავწეროთ 3/5. 1/2 ჯერ 6 ჯერ 6 ჯერ 3/5. ეგ რა გამოდის? 54/35. ესი PCN-ის რა იქნებოდა? 1/2 ჯერ 4 ჯერ 4 ჯერ სინუს კუთხე C-ი. ანუ 1/2 ჯერ 4 ჯერ 4 ჯერ 4/5. ეს გამოდის 6/32/5. იმედი არ ვიშლება ახლა. და ესი MBS-ი ნუ ყველაზე მარტივი დარბადია 1/2 ჯერ 2 ჯერ 2, იმიტომ რომ მართკუთხა სამკუთხედი იყო აქ. 2. ანუ რა იქნება მათი ჯამი? 2 დამატებული 54/25 დამატებული 32/5. ნუ თელები გამოყოფა შემიძლია, მაგრამ პირდაპირ გავერთმიშნელი ამ 25 რო იყოს საერთო მნიშვნელი, 2 ჯერ 25 50 54 და პლუს 5 ჯერ 160. თუ არ მეშლები ახლა რა გამოვიდა იქ? გამოვიდა 200 104 264 და ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა დაშტრიხულის ფართობი და დაშტრიხულის ფართობი ეს დაშტრიხული რა გამოდის? ეს დიდ სამკუთხედს და დიდი სამკუთხედის ფართობი ეს არის 1/2 8 ჯერ 6, ესე იგი ძალიან მაქვს დათვლილი 24, ხო? 24-ს გამოკლებული 265/25. ეგ რა არის იგივე? ეს 4 ჯერ 5 100, 600 არის, ხო? გამოკლებული 265 შეფარდებული 25-დან ეგ არის 335 25. აბა იმედი ახლა სწორია და ძალიან არ გვაწვალებს. 5-ზე რომ შევკვეცოთ, გამოგვივიდა სწორი. ცუდია, რა გვაქვს ახლა აქ არეული? შეაქო 264 არის. და მაშინ ეს იქნებოდა 336. რა გვაქვს მეგობრებო აქ არეული? AC არის. ასოები მაქვს ცუდად დაწერილი. და შესაბამისად AC და MP ამ პრინციპში კი მაქვს ცუდად დაწერილი, მაგრამ შეცდომა არ გამოდის მაინც. იმიტომ რომ ეს 8 მაქვს ჩათვლილი, ეს AC არის 6, BC არის 8, ну ეს 10 გამოდიოდა. შესაბამისად ჩახაზული წელწირის რადიუსი გამოდიოდა 2 8 + 6 - 10. ეს სწორად გავაკეთეთ მართობები, ხო? ანუ ეს პატარა სამკუთხედი მესამე 2 ჯერ 2-ის ნახევარი იქნებოდა. თუ ამას 2 აგდება ეს 6, აქ 6, აქ 4, ეგ 4, ეგ სწორია. ამის სინუსი რა იქნებოდა? 6 შეფარდებული 10-თან. 3/5 კი, ქვედა სინუსი იქნებოდა 8 შეფარდებული 10-თან. ანუ 4/5. კი ბატონო. ზედა სამკუთხედი რომ დავთვალეთ 1/6 ჯერ 6 ჯერ სინუს კუთხე 100 3/5 ეს რა გამოდის? 3 ჯერ 3 არის 9. 9 ჯერ 6 გამოდის 54. მერე
აა აქ იქნებოდა 4x4 გამრავლებული 1/2-ზე და c არის 4/5. ესეც სწორია. 32/5. მათი ჯამი რა იქნებოდა? 2-ს დამატებული. ანუ 50 დამატებული 54 დამატებული 5/32, ანუ 160. 104-ს დამატებული ეს 104-ია, 160, 104-ს დამატებული 160, ანუ 264. 264 მეხუთედია. 25 უფრო სწორად. და მთელი სამკუთხედის ფართობი იყო 8x6.5, ანუ 48.5, შესაბამისად 24. 24/25 რამდენია? 6x4-ია 24, 4x5 600. ხო, არის. სწორად აქვს გამოთვლილი, მაგრამ ასე იპოვეთ MNP სამკუთხედის ფართობი. რა გამოგვდის? 36-ში მოთავსდება ერთხელ, 33-ში რჩება აქ 17, ხო, არა 18, 186-ში მოთავსდება 7-ჯერ და 74, 11, 25 გამოგვივიდა რა. წუთი ეშლება აქ. 25 რომ მოვხდება, ოდიში 25 და 15 გამოვაგელი. და შესაბამისად შედარებით დიდი რიცხვი მივიღეთ. აქ გამოვიდოდა 250, 10, 25, უბრალოდ 8 იქნებოდა და 86-ში 3-ჯერ. ხო, ასე იქნებოდა. აგი, ასე მივიღეთ ამ შემთხვევაში. ახლა ამის დამედი და ჩავთვალე, რომ ავტორს ჰქონდა შეცდომა ანგარიში და თქვენს ალბათ რო უსმენთ ამას, რამდენჯერ გაგეცინებოდათ, აქ ჯიუტად 25-ს რო ვიძახდი და ცირკ. თო საინტერესო ფსიქოლოგიური მოვლენაა რა. მიზეზი არის. ნუ აქ რატო ამოვდი 25-ს, 5 იქნებოდა და შესაბამისად დაჯამების დროს გვექნებოდა ყველაფერი სწორია, სხვა. უბრალოდ აქ იქნებოდა 10, 54, 32, 96 მეხუთედი და შესაბამისად შემდეგ გამუქებული ფიგურის ფართობის დასათვლელად 24-ს გამოვაგდებოდა 96 მეხუთედი. ესა 100-96 და 24 მეხუთედი. 4.4 მეხუთედი. კაი. გაწვალეთ ახლა ამ ამოცანაზე. ზედმეტად ბევრი დრო დავხარჯეთ. 210 ნომერი. ნახოთ რა სიტყავს 210. ABC მართკუთხა სამკუთხედის AB ჰიპოტენუზის E შუა წერტილიდან ჰიპოტენუზისადმი აღმართულია მართობი. კაი, მოდი რა ვქნათ, იცით? AC კათეც გვეცოდა. მოდი ასე დავხატოთ ახლა ჩვენ. ასე. და ეს არის ჰიპოტენუზა და მისი შუა წერტილიდან ასე არის აღმართული მართობი. AB ჰიპოტენუზის E შუა წერტილიდან და AC კათეც გვეცოდა. ნუ B ჰიპოტენუზა და AC კვეთს AC კათეც, ხო? ეს არის შუა წერტილი
ეს არის e წერტილი, a წერტილში კვეთს ასე. იპოვეთ BEC სამკუთხედის ფართობი BEC. კი ბატონო. მოდი შევაერთოთ, აი ასე. ითხოვენ აი ამ სამკუთხედის ფართობს. თუ AKB სამკუთხედის ფართობი S-ი AKB-ს. მოდი არ გავავლებ ამ ხაზს. ისე გამოვხატავ. S-ი AKB-ს არის 10 ტოლი და კოსინუსი 4B-ს არის 4/7. კარგი ბატონო. კარგი, დავიცით ახლა აქ დავაკვირდეთ და რისი გარკვევა შეგვიძლია ალბათ მსგავსებაც აქ განავწყვეტ როლს ითამაშებს, ხო? აი მაგალითად ეს თუ საერთო კუთხეა KE სამკუთხედში. S და S პოლიკუთხეებია. შეიძლება აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგეს. AKB ვიცით, ხო? AKB. ნუ AKB-ს ცოდნა ჯერ მოდი დავწეროთ რა უნდათ, BEC უნდათ, ხო? მართობია. BK რომ შემეერთებინა B და K, ნუ BK ტოლი იქნებოდა K100, ფაქტორი იქნებოდა და რა შეგვიძლია ახლა აქ ვთქვათ ჩვენ. ნუ ბევლოდის ალბათ ჯობს რაღაც აღნიშვნები შემოვიდანოთ და დავალაგოთ რა ეს ინფორმაცია. მაგალითად რა ახლა კაი, მოდი ამას A დავარქვათ, ამას B დავარქვათ, ამას C დავარქვათ. პრინციპში შეგვიძლია უკვე A და C ერთმანეთს დავაკავშიროთ, იმიტომ რომ B-ს კოსინუსი ხო ვიცით, და აი კოსინუს კუთხე B-ს ეგ რა არის? ეს არის მიმდებარე კათეტი A შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ ეს 4/7 უდრის A შეფარდებული C-სთან და აქედან A არის 4/7 C. პრინციპში B შეგვიძლია C-ი გამოვსახოთ, არა? პითაგორას თეორემით. ანუ B კვადრატს დამატებული A კვადრატი, ანუ 4/7 C-ს კვადრატი უდრის C კვადრატს. ესა 16/49. C კვადრატს რო გამოვაკლებართ 16/49 33/49 C კვადრატია. და აქედან B გამოვიდა ფესვი 33/7 C. საკმაოდ ულამაზო გამოსახულება გამოვიდა. ნუ B არის ფესვი 33/7 C. ახლა მე რომ აქ ვქონდეს გავლებული BK, ნუ ამის ფართობი ხო იქნებოდა 10 და მაშინ ამის ფართობი 5 არ გამოდის? თვითონ KE-ას ისი ნახევარი. და მე თუ უდავს გავსია, ამაზე ვისაუბრეთ უკვე BAC სამკუთხედის და გამოდის რომ ჩვენ მსგავსების კოეფიციენტს თუ დავწერთ, და პრინციპში დაწერადია, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ხო 1/2 C არის. და რადგან ვიცახით, რომ სამკუთხედი KEA მსგავსია სამკუთხედი ორ ხაზიანით უნდა დავიწყოთ BC 100,
მაშინ მსგავსების კოეფიციენტი იქნება შესაბამის გვერდების შეფარდება, ანუ ორხაზიანის მოპირდაპირე 1, 2, c უნდა შევაფარდოთ დიდ საკუთხედში ორხაზიანის მოპირდაპირეს, ამას ფესვი 33 ეშვიდეთ c-ს, c-ები გვეცება, ეს ამოტრიალდება 7-ის ზემოთ იქნება, ანუ 7 შეფარდებული 2 ფესვი 33-დან. და ფართობების შეფარდება S-ი, E, K, E, ასე რომ შეაფარდო S-ი A, B, C-სთან, ეს ხო იქნებოდა K კვადრატის ტოლი. ანუ 7 შეფარდებული 2 ფესვი 33-ის კვადრატის ტოლი. მაგრამ არ დაგავწდო S-ი, K, E, C-ი ვიცით არის 5-ის ტოლი, ანუ 5 შეფარდებული S-ი A, B, C-სთან, ეგ არის 7, ანუ 49 4-ჯერ 33, ხო? 4-ჯერ 33. ესე იგი, S-ი A, B, C გამოვიდა 5 რო გავამრავ, ანუ ყოდი ასე 20-ჯერ 33 შეფარდებული 49-დან. მაგრამ საძიებელი საკუთხედის ფართობი რა გამოდის? ახლა დავუკვირდი ამას, რომ თავიდან აღნიშნებით მინდოდა გამოსმესახა ცვლადებით და მედიანა არ გამოდის C და შესაბამისად C თუ მედიანა ABC საკუთხედის ნახევარი იქნებოდა. ანუ ეს დაშტრიხული, ანუ რასაც გთხოვე, არის 1, 2 S-ი ABC-ი. და კარგად დავუკვირდით ახლა ეს 2-ზე გაყოთ, 20 გაიყოფა 2-ზე 10-ჯერ 33, ანუ 330 59 გამოგვივიდო და მეგობრებო.